მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას ყვაბერიძის ალგებრიდან და ახლა ვბრუნდებით მე-7 თავის განხილვით. 7-42. თუ y ნატურალურ რიცხვს x ნატურალურ რიცხვზე გავყოფთ, ანუ y-ს თუ გავყოფთ x რიცხვზე, განაყოფი იქნება 5/10. განაყოფი იქნება 5/10. რას ვთხოვენ ახლა? გამოსახეთ y როგორც x-ის ფუნქცია. იპოვეთ ამ ფუნქციის განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა სიმრავლე. კარგი. თუ ჩვენ გვინდა რომ y გამოსახოთ როგორც x-ის ფუნქცია, ანუ ჩვენ გვაქვს რაღაც x სიმრავლე, გვაქვს y სიმრავლე და x-ის ასახვა უნდა იყოს y, ხო? ანუ x-ის ყოველ ელემენტს უნდა შეესაბამებოდეს y სიმრავლის მხოლოდ ერთი ელემენტი, ხო? ეს ხო ფუნქციის მთავარი კონცეფცია. მაშინ როგორი სახით უნდა ჩავწეროთ? ესე იგი y უნდა უდრიდეს x-ის საშუალებით უნდა იყოს, ხო? y გამოსახული, x-ს ვუმოქმედებთ და ისე ვიღებთ y-ს. როგორ გამოსახავთ ახლა? ეგ არის ცნობილი ნაშთიანი მოსახულება, ნაშთიანი დაყოფის გამოსახულება, როგორ გარდაიქმნება გასაყოფი უდრის, გამყოფი გამრავლებული განაყოფზე, ანუ 5x დამატებული 10. არ დაგვაუწყდეს მეგობრებო, რომ x-იც ნატურალური რიცხვია, y-იც ნატურალური რიცხვია, ხო? y-ი ნატურალური რიცხვი გაყვეს x ნატურალურ რიცხვს. კი? და აი, გამოვსახეთ ფუნქციის სახით. ასე. ახლა ვუპასუხოთ რა იქნება განსაზღვრის არე, ხო? ფუნქციის y. განსაზღვრის არე არის x-ების ის სიმრავლე, ანუ რიცხვების ის სიმრავლე, რომელიც x სიმრავლეშია მოქცეული, ხო, ანუ x-ებს ეკუთვნის. კი ბატონო, ახლა x-ები ნატურალური რიცხვებია, მაგრამ რომელი ნატურალური რიცხვები იქნება ახლა მოქცეული იდეაში x-ებში, ხო? რომ დავფიქრდეთ ახლა, აბა, ნახოთ. ესე იგი, ყოფთ x-ზე და უნდა მივიღოთ ნაშთი 10. აი შეიძლება x-ი მაგალითად იყოს ერთიანი? არა მეგობრებო, იმიტომ რომ ერთზე გაყოფის დროს ნაშთი 10 არ მიიღება. შეიძლება იყოს ორიანი, სამიანი, ოთხიანი, არა. ჩვენ გვახსენდება აქ უკვე ნაშთიანი გაყოფის ერთი მთავარი თვისება, რომ ნაშთი ყოველთვის ნაკლებია, მკაცრად ნაკლებია გამყოფზე. და რადგანაც ნაშთი 10 იყო და გამყოფი არის x-ი, გამოდის რომ x-ი აუცილებლად 10-ზე მეტია, აუცილებლად. მაშინ რა გამოდის? df იქნება 11 და მიყოლებული ნებისმიერი ნატურალური რიცხვი. სხვა შეზღუდვა აქვს x-ებს? არ მგონია, ხო? სხვა შეზღუდვა არ ჩანს აქ არაფერი. კი ბატონო, ერთადერთი მისი შეზღუდავი გარემო იყო ნაშთი და ნუ ის რომ ნატურალურია და კი ბატონო იყოს ნატურალური, ხო, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ x-ი ეკუთვნის n-ს, ეგეც მივაწეროთ. ან და შეგიძლიათ df-ი ასეც ჩაწეროთ სიმრავლის სახით, ეს არის ისეთი x-ების ერთობლიობა და პრედიკატი მერე, სადაც x-ი მეტია 10-ზე და x-ი ეკუთვნის ნატურალურ რიცხვთა სიმრავლეს. ნუ ასეც შეიძლება ჩავწეროთ. ხო, იმიტომ რომ ასე რომ წერთ, ეგ არასწორია, აქ იგულისხმება ნებისმიერი ნამდვილი რიცხვი, რომელიც 11 პლუს სასრულობაშია მოქცეული და ჭირდება კიდევ დამატებითი პირობა. და ალბათ ასე უფრო ლამაზია. თუმცა ასედაც ალბათ არ იქნება დავწერთ თავი თუ დავწერთ. ახლა რა შეიძლება იყოს მნიშვნელობათა არე? ანუ f, ხო? იგივე y-ის. რომ დავაკვირდეთ ახლა ესე იგი როგორი რიცხვები მიიღება რა? y არის ნატურალური რიცხვი. განაყოფი არის 5, ნაშთი არის 10. მოდის იჯვის წესით წავყვეთ, აი x-ი ხო სულ ცოტა 11 მაინც უნდა იყოს, არა? და წარმოიდგინეთ ახლა x-ი როცა
11-ია, y რა გამოდის? 5-ჯერ 11 პლუს 10, ხო? 65. x-ი როცა 12-ია, y გამოდის 5-ჯერ 12 პლუს 10. არ გვეშლება აქ, არა? არ გვეშლება, ნუ იქნება მეგობრებო 70, ხო? და ასე შემდეგ. ანუ ყოველი მეხუთე გამოდის აქედან, ნუ კი ბატონო. გასაგებია, ყოველი მეხუთე გამოდის. და შესაბამისად, როგორ ჩავწეროთ ახლა ეგ? ესე იგი 65-დან დაიწყება, მაგრამ ასე ვერ ჩავწერთ, ხო პლუს დასრულობა, ნუ ეგ მოაზრობა გამოვა. რული იქნება ამის მე დაკონკრეტება, აქ მარტივად დავაკონკრეტეთ, რომ x-ი n იყო და მოდი პრედიკატით შეგვიძლია ჩავწეროთ, ანუ ეს არის ისეთი მოდი y-ები, კარგი, ისეთი y-ები, როგორ ჩავწეროთ ახლა ეგ? სადაც y-ი უდრის პრინციპში დავწეროთ ასე 5x პლუს 10 და x-ი ეკუთვნის n-ს, ხო? და x-ი მეტია 10-ზე. ასე შეიძლება ჩავწეროთ. ხო, და ნუ ავტორს როგორც აქ პრინციპში ჩვენც ისე ახლა რომის ბავშვზე დიდი კათოლიკე მოვიქნებით. და შეგვიძლია ასე ჩავწეროთ 65, 70, 75 და პრინციპში ლოგიკა გასაგებია და ასე ჩავინიშნავთ. ხო, ნუ შეიძლება ალბათ უფრო უკეთეს გამოსახულობითი ფორმაც მოვიფიქროთ, მაგრამ ცოტა სპეციფიური სიტუაციაა. ასეთ პასუხსაც მიიღებენ და არ ვიდა მარტივი ამოცანა ხამაზე მოდი დროის დაკარგვა. ნახოთ 7-53. რამდენიმე კითხვა, მოდი ჯერ პირობა გავიაზროთ, რას გთხოვენ და შემდეგ კითხვებს გავყვეთ. მაღაზიაში შემოვიდა x კილოგრამი კარტოფილი. ოკეი. მთელი კარტოფილის 0,45 ნაწილი გაიყიდა შესვენებამდე. მოდი დავწეროთ ესე იგი, შესვენებამდე. გაიყიდა 45 მიასედი ნაწილს ჩავწერ, ხო? იგივე 45 მიასედია, სიტყვადი სახით დავწერ. 45 მიასედი რისი, x-ის, ხო? ხოლო შესვენების შემდეგ, ოკეი. შემდეგ 2/3 იმისა, რაც შესვენებამდე, ანუ შესვენებამდე თუ 45 მიასედი, ესე იგი 45 მიასედი x-ის 2/3 გაიყიდა. მოდი შეგვეცა. ეს არის 15 და 100 დავტოვებ x რა. ლამაზი ნიშნულია. 15-ჯერ 2 30 მიასედი x-ი. ჩაწერეთ გამოსახულების სახით. რამდენი კილოგრამი გაიყიდა შესვენებამდე? კი ბატონო, ჩავწეროთ. გონი გვიწერია კიდეც, ხო? ანუ პირველის პასუხი იქნება 45 მიასედი x-ი. ახლა არ ამგონია ავტორი სხვა გამოსახულებას გულისხმობდეს აქ, ნუ იქნებოდა ამდენი კილოგრამი. მეორე. ვნახოთ მეორე კითხვა რა არის? წვივადი ჩანს. წყალში აქ, ჩემი მარკეტ ხატულებს. რამდენი კილოგრამი დარჩა შესვენებისას? ნუ თავისთავად ახლა 45 მიასედი x-ი თუ გაიყიდა, აქ არა გვაქვს ეს ჩვენ გამოთვლილი, მაგრამ რა უნდა ამის გამოთვლას, ხო? 55 მიასედი x-ი იქნებოდა. მესამე კითხვა. რამდენი კილოგრამი გაიყიდა შესვენების შემდეგ? შესვენების შემდეგ გაიყიდა, აგერ გვაქვს მაგაზე პასუხი 30 მიასედი x-ი კილოგრამი. მეოთხე კითხვა. რამდენი კილოგრამი გაიყიდა სულ? ნუ გაყიდულა ეგ არის ორი ჯამი ამაში. ანუ ეს იქნება 30 მიასედს დამატებული 45 მიასედი, ესაა 75 მიასედი. და ბოლო კითხვა.
რამდენი კილოგრამი დარჩა გასაყიდი? თუ შესაბამისად გასაყიდი დარჩებოდა 75 მიასედი თუ გაიყიდა სულ 25 მიასედი. შოფა აი ეს გადავამოწმოთ ხო არაფერი გვეშლება და უთაბა გვაქვს დაგეგმილი ამოცანა და ამოცნილიც. განსაკუთრებულ უნარებს ახლა ფუნქციასთან დაკავშირებულს არ გვივითარებ და მოდი გადავიდეთ 54-ზე. რა ხდება? AB წერტილი საკოორდინატო სიბრტყის მეორე მეოთხედშია. კი ბატონო, მოდი ავიღოთ საკოორდინატო სიბრტყე. ეს იყოს y ხელცი, აგერ არის x ხელცი. მეორე მეოთხედი, თქვენ გახსოვთ, რომ საათის სისხლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ვუღრავთ ჩვენ მეოთხედებს, ანუ ეს თუ არის პირველი მეოთხედი, ქვემოთ არ ჩამოხვიდეთ პირიქით გეომეტრიაში და ალგებრაშიც მოძრაობის დადებით მიმართულებად, აი ასეთი მოძრაობა იგულისხმება და შესაბამისად მეორე უნდა დავუბრუნდეთ მეორე იქნება ეს, მესამე იქნება ეს და მეოთხე იქნება მეგობრებო ეს. ეს მედია გახსოვთ. მოდი ახლა წავშლით ნუმერაციებს და წავით. AB წერტილი არის სადღაც მეორე მეოთხედში. აქ არის ეს AB წერტილი. მას ნიშნავს AB წერტილი. X კოორდინატი არის A და Y კოორდინატი არის B. ჩვენ გვაქვს აქ 4 პატარა დავალება და უნდა გავსაზღვროთ რომელ მეოთხედებშია ეს წერტილები. პირველი დავალება -A და B. -A არის A-ს მოპირდაპირე რიცხვი, ამიტომ როდესაც ჩვენ ვეძებთ მოპირდაპირე რიცხვს, ნულის მიმართ საპირისპირო მხარეს გამოიხორციელება, ანუ აქეთ იქნებოდა ეს. სადღაც აქ იქნება -A, B რჩება და შესაბამისად ეს ახალი წერტილი აი აქ ეს იქნებოდა პირველ მეოთხედში. მომდენო კითხვა. მეორე. ეს პირველი კითხვა. ახლა მეორე კითხვა. ხანდა წავშლი ამას, რა შეგვიშალოს ხელი აღქმაში, ასე, მოდი წავშალოთ. და ისე შევუდგეთ A -1 B. სად იქნება A-1? A-1 რა თქმა უნდა იქნება უფრო მარცხნივ, მეგობრებო, ასე, ვიდრე არის მოცემული წერტილი, ხო? აკლდება, მცირდება, ანუ სადღაც აქ იქნება. აქ იქნება A-1, ხო? და რადგანაც B უსრულად დავტოვე, ანუ გამოდის, რომ აქ არის ეს წერტილი. აი ანუ ეგ არის ხროვები მეორე მეოთხედი, ცალსახად მეორე მეოთხედი, არავით არის ხოხმარი, ჭოჭმანი, ორი აზრი არ არსებობს. გავაგზავნოთ შეიძლება იყოს ახლა აქ ვართ. მოდი წავშლი ისევ, მანამდე რაც დავამატეთ ძირითად პირობას, ასე. A და B + 1. ნუ არჩება და B + 1 სად იქნება? იქნება 1 ერთეულით მაღლა, ხო? და შესაბამისად A-ს და B-ს ურთიერთქმედება, კოლაბორაცია გვქცევს აი ამ წერტილს. ეგეც არის მეორე მეოთხედი. და მეოთხე მნიშვნელობა მეგობრებო 1 - B-ს -2. აბა ეგ სად იქნება? ისევ ჩვენ დავამატეთ მესამე პირობისთვის ისინი წავშალოთ. მოდი, ესეც მოწაიშლება. რა იქნება ახლა ჩემი რჩევა მეგობრებო? ასეთ სიტუაციებში ალბათ ხშირადაც, როცა რიცხვის და ცვლადის ურთიერთქმედება გაქვთ, ხო არ აჯობებს აი ცვლადი წინა პლანზე წამოვწიოთ, ანუ ასე ვთქვათ, -A-ს +1 და მithmet ეს ფუნქციებზე როცა ვსაუბრობთ და ძირითადად ფუნქციის გარდაქმნებზე, ალბათ იგივე არჩევას მე შეხვდებით თქვენ ინტერვალთა მეთოდით
უტოლოების ამოხსნაზე ჯობს ხოლმე ცვლადით იწყებდეთ ასე სიტუაციას უფრო სტანდარტულ მდგომარეობას ემკვანება ეგ და სტანდარტული მდგომარეობა მალე მიგახვედრებს პასუხი რა არის ხოლმე. ახლა რატო გავაკეთეთ ასე? აი რომ დავანებოთ თავი პლუს 1-ს, მინუს A რა იქნებოდა? მინუს A ხო გადმოჩოჩდებოდა აქეთან რა, აქ იქნებოდა მინუს A. და როდესაც მას კიდევ ერთიანი ემატება, ცუდად სამშალეა, ბოდიში. აი, ერთიანს დავამატებ. ხო, აი, როდესაც ერთი ემატება, რა იქნება? კიდევ აქეთ არ გადმოჩოჩდება, ანუ ეს იქნება მინუს A პლუს 1. ეგ მარტივი დასანახია. ხო, ბოდიში, უკაცრავად 1 მინუს 10 რომ დაგვეწყო ჩვენ ერთით აქ რამე სირთულე იქნებოდა 100-ას მონიშნავდით და 10 თუ ამცირებ ანუ და დაგავწეს რომ უარყოფითი რიცხვია და თუ შენ დადებით აკლებ უარყოფითს 1 მინუს რაღაცა ხო იდეაში ეს ხო დამატება და ანუ კიდევ გაიზრდებოდა და აქეთ გადმოჩოჩდებოდა ისიც ანუ x კოორდინატი დადებითია ახლა დავფიქრდეთ რა იქნება b კოორდინატი მოდი წავშალოთ ესენი შეგვიშლის დავაგრძელოთ ცოტა ქვემოთ ჩვენი y ხერხი და დავფიქრდეთ აბა b კოორდინატი ხო ქვემოთ ჩამოვიდოდა ასე ჩამოვიდა -b-ი და რადგანაც კიდევ ორიანი აკლდება კიდევ ქვემოთ ჩამოვიდოდა ხო აქ იქნებოდა სადღაც b-2 ანუ აი ეს წერტილი იქნება ჩვენი საძიებელი წერტილი აი ეგ ესე იგი მეოთხეში ну, იმედია გაიგეთ, რა გასაგებრო პრობლემებს აქვს. ვხედავ ახლა და დავაგრძელოთ 45-ით. 45 ვარ დავაპატარავოთ ცოტა, იმიტომ რომ ხშირად გვიწევს ჩამოსქროლა და თქვენ მაინც გამოგიჩნდებათ მობილურშიც რომ ადევნებდეთ ამ ვიდეოს თვალს. აბა, მოდი ვნახოთ რა უნდა 45-ზე. იპოვეთ A თუ AOCD მართკუთხედის პერიმეტრი, აი ამის პერიმეტრი არის 28. რა არის პერიმეტრი? პერიმეტრი არის გვერდების ჯამი. გვერდების ჯამის გასაგებია, მაგრამ აბა რა შეიძლება იყოს ახლა გვერდები? რომ დაუკვირდეთ. მოდი გადმოვიტანოთ აბა ეს ნახაზი ახლა ჩვენ აქ. და დავაკვირდეთ აი აქ არის დ-წერტილი, ხო? დ-წერტილი რომლის კოორდინატები არის A და -A + 2. დავაკვირდით. ნუ დათვალოთ ახლა აი ამ მართკუთხედის პერიმეტრი ამ გვერდს უნდა დავუმატოთ ეს გვერდი, ხო? კი ბატონო, უნდა დავუმატო. მაგრამ რა არის აბა? რომ დაგეგმილდა ეს კოორდინატი, აი აქ არ იქნება და -A + 2 აქ არ იქნება. ასე რა არის თუნდაც აი ამ გვერდის სიგრძე. როდესაც თქვენ დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ხართ, უნდა იყოთ ფრთხილად. როგორც წესი, ვერ აიღებ შენ კოორდინატს გვერდის სიგრძედ. კი ბატონო, ნულიდან იწყება დათვლა, ნულიდან გადადგმულია რამდენი დაბიჯი, ხო? აქ ეს სიგრძეა გადადგმული, ანუ არ მინდა ახლა პირდაპირ თქვა, მაგრამ ახლა კაი, მოდი სხვადასხვა ვერ ვაყალიბებ ასს და შევნიშნოთ, რომ ეს დადებითი რიცხვი იქნება, იმიტომ რომ OY ღერძის დადებით მიმართულებაზეა გადაზომილი -A + 2 და შესაბამისად რა იქნება აი ამ მონაკვეთის სიგრძე, აი ამ გვერდის სიგრძე, რაც ისრიანი რკალით ვაქვე მონიშნული, იქნება თვითონ -A + 2. ანუ რა დროს დაემთხვევა გვერდის სიგრძე კოორდინატს. როდესაც ნულიდან ხდება გადათვლა, აი როდესაც ნულიდან ხდება გადათვლა, აი აქ და მინდა ვთქვათ ამ გვერდის სიგრძე. ცხადია ამ შემთხვევაში ემთხვევა თავად კოორდინატის ზომას, ხო? კოორდინატი თუ არის სამი ემთხვევა. მაგრამ როდესაც უარყოფითი მიმართულებით ვართ წამოსული, ასე და არის მაგალითად ეგ x-ი, ხო ცხადია რომ გვერდის x-ი, სიგრძე x-ი ვერ იქნება. იმიტომ x-ი უარყოფითი რიცხვია. აბა რა იქნება? x-ი კოორდინატია. და თუ უარყოფითი კოორდინატია, როგორ გამოსახავ მისი საშუალებით გვერდს? მოდულით.
ეს იქნებოდა x-ის მოდული. აი, სხვადასხვა თუ ვიტყვით x-ის მოპირდაპირე რიცხვით გამოსახავ. რატო ვისაუბრეთ ამ დეტალზე? იმიტომ რომ ზუსტად წერტილი არის მეორე მეოთხედში, ანუ მისი x კოორდინატი არის უარყოფითი. ანუ ა უარყოფითია და შესაბამისად ეს გვერდი რომ გამოსახოთ 10 ვერ გამოსახავ, ეს იქნება -a. ასე უფრო თუ ჩვენ კაცები ვიქნებოდით ჩვენი მსჯელობისას და რომ კაც ტერმინოლოგიას გამოვიყენებდით, მაშინ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ორ კოორდინატს შორის მანძილი ყოველთვის ტოლია დიდ კოორდინატს გამოკლებული პატარა კოორდინატი, ხო? აი მაგალითად თუ ეს არის x1 და ეს არის x2, ცხადია ეს მანძილი იქნებოდა x2 - x1 და არც მოდული გჭირდებათ არა. ყოველთვის 100-ია. მაშინ აი ა მონაკვეთის სიგრძეს დათვლილი ნულს გამოკლებული 10 და რა თქმა უნდა ეს იქნებოდა -a და ასეთი რაღაცა შინაარსობრივი მსჯელობის ჩატარება აღარ დაგჭირდებოდა. გაშინა არსება ამ სიტუაციას. თუმცა მას ეს პირველი შეხება ჩვენი მე რა თქმა უნდა ხა ძალიან მარტივი საკითხია, ხშირადაც შეხვდებათ და აღარ დაგჭირდებათ მსგავსი ჩაძიებები, მაგრამ ახლა უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე ვალდებულად დავი რომ მსგავს რაღაცაზე ყურადღება გამოვახვილებინა. ანუ რა გამოდის? ჩვენ გვაქვს მართკუთხედი, რომლის ერთი გვერდი გამოსახულია -10, ხოლო მეორე გვერდი გამოსახულია -a+2. და შესაბამისად ამ მართკუთხედის პერიმეტრი თუ არის 28, ანუ -a-ს დამატებული მოდი ასე -a+2, აი ეს ორი გვერდი რომ გავავრავოთ 2-ზე, ანუ წყვილად რომ ავიღოთ ესეც -a ხო იქნებოდა და ესეც -a+2 ხო იქნებოდა, იქნებოდა უკვე 28. მოდი 2-ზე გავყოთ ტოლობის ორივე მხარე, ანუ -a-ს დამატებული -a+2 არის 9, ესაა -2-ა უდრის 12 და შესაბამისად A4-ის -6, მაგრამ არ დაგვაბნიოს აქ, უცებ არ შევშფოთდეთ, როგორ შეიძლება გვერდის სიგრძე იყოს უარყოფითი. ახო გვერდი არ არის, არის კოორდინატი და შესაბამისად ისე იყო ამოცანა მოცემული, უნდა იყოს კიდეც უარყოფითი. ეს იქნებოდა პასუხი. 46 ნომერი. პრინციპში ნახაზი აქვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ახლა. ვიცით რომ კვადრატია, აი ეს ფიგურა არის კვადრატი. 46-ზე ვართ ახლა ჩვენ. და უნდა ვიპოვოთ A-წერტილის კოორდინატები, ხო? აი A-წერტილის კოორდინატებს გვეკითხებიან. ну ალბათ A-წერტილის კოორდინატებს გამოვსახავთ ახლა ჩვენ L-ით და N-ით. მოდი დავაფიქსიროთ რა ვიცით ახლა აქ რა ხდება. კაი, მოდი ცოტა უფრო დიდ ნახაზზე გავარჩევ, ეცნაირად მოიფერფებლად არის სამუშაოდ. რომ გავზარდო იქ ნახაზი, მერე აღარ გამოჩნდება ესეთი ასე იყოს. ცოტა უფრო ძიმე ნახაზები თუ იქნება, პირდაპირ ნახაზზე ვიმუშავებთ. თუ არ დავკარგოთ, მოდი ავიღოთ ახლა ჩვენ შეგვიძლია ხო კვადრატის აღება, შეგვიძლია დახატვა და აგერ მოდი ასე დავხატავ. აი D-წერტილის კოორდინატები რა არის? D-წერტილის კოორდინატები x კოორდინატი ხო იყო L, ხო? აგერა ეს იქნებოდა L და პირდაპირ დავწერთ ეს L-ია, ხოლო y კოორდინატი არის N. შესაბამისად, აი ქვემოთ იყო C-წერტილი და C-წერტილის x კოორდინატი L-ია, მაგრამ y კოორდინატი იყო -N. B-წერტილის და A-წერტილის კოორდინატების პრინციპში მეორე, ანუ y კოორდინატები შეგვიძლია უკვე ვთქვათ რა იქნებოდა. აი ასე. N-ი არ იქნებოდა y კოორდინატი, იმიტომ რომ A-წერტილიც დაგეგმილდება მართკუთხედია, იგივე ადგილზე y ღერძზე, სადაც გეგმილდებოდა D. აქედანაც ასე მრავალწერტილს თუ გამოვშვებთ, იქ იგივე N-ში მოხვდება. მაგრამ რა არის ახლა x-ი? აი x-ი რა არის? აი ეს x-ი იქნება L-ს დამატებული, აი L-ს უნდა დაემატოს აი ეს მონაკვეთი, მაგრამ ეს მონაკვეთი იგივე კვადრატის გვერდი არ არის, კი?
კვადრატის გვერდის სიგრძე უნდა დაემართოს, მაგრამ კვადრატის გვერდის სიგრძეზე ინფორმაცია მაქვს? კი, გვაქვს. აი, აგერ არის თუ n-ი დადებითი რიცხვია, ხო? y-ხერხის დადებითი მართულებაზეა გადაზომილი, მაშინ ეს სიგრძე ხო n-ი იქნებოდა აი აქ. და თუ ქვემოთ მინუს n-ია, აქედან აქამდეც ხო n-ი იქნებოდა, ანუ n მანძილითაა დაშორებული, ესეც n-ია, ხო? გამოდის, რომ თლიანად ეს 2n-ი არ არის? და რა მნიშვნელობა აქვს კვადრატის რომელ გვერდზე ვსაუბრობთ? ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია და აი ეს გვერდი თუა 2n-ი, თავისთავად ეს გვერდიც 2n-ი იქნება. მაშინ აი ეს არის 2n-ი და საბოლოო ჯამში გამოგვივიდოდა, რომ x კოორდინატი არის l-ს დამატებული 2n-ი. აი l-ს დამატებული 2n-ი. გადავამოწმოთ პასუხი, კი ბატონო, ასეა და გავაგრძელოთ საუბარი. 47-ზე გადავიდეთ. Numbers 0.